მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და სახარებაში წერია რომ ნუ განდესხდებითო, ნუ გადათვლებითო ადგილი არ მისცეთ ეშმაკსო და რა იგულისხმება ამაში რომ როცა ადამიანი გაბრაზებულია მაშინ ხდება შეღრუბილი და აი როცა ჩვენ გვიჩვენებენ რომ მილიციელი ცემს წაქცეულ ქალს ან ბავშვს ან ამბობენ რომ მილიციელები ცემენ ბავშვებს და რა ხდება ეს არხები რომელიც ამას გვიჩვენებენ იმას კი არ გვიჩვენებენ რომ რა ხდებოდა მანამდე რას აკეთებდნენ ეს ბავშვები და რა შეხედა რას აკეთებდნენ ეს ბავშვები იგინებოდნენ ილანძღებოდნენ და ამ გინები და ლანძღვის დროს ზოგიერთი მილიციელი გაბრაზებისა გამო მილიციელები ხდებიან შეპყრობილები და აქედან გამომდინარე შეპყრობილი მერე წაქცეულსაც ურტყავს თქმა ქალი იყოს შეიძლება თავში ფეხი ჩაარტყას მაგრამ შენ შეპყრობილი ხარ ახალგაზრდა ბავშვი რო ქვია ჩვენთვის ბავშვები ხართ როცა ილანძღები იგინები მოღალატეებს ეძახი როცა ქვევს ესვრი როცა ცეცხლიან ბოძს ესვრი შენ შეპყრობილი ხარ და მადლობა აღმოჩნდა ახლა ბოლო დღეებში მიტინგები ტარდება მშვიდობიანად და მილიციელებისგანაც არ არის შეხება ამიტომ რომ არ ხიზიანდებიან არ აღიზიანებენ მაგრამ ცნობილია რომ ყველაფერი ხდება იმისათვის რომ თქვენ გამოგიყენო ქვების როლით და რომელიმე მილიციელი ისეთი გაბრაზებულზე ვიღაცა მოკლას როსესხი დაიღვაროს ამას თან ხوار მალავენ თანამედროვე რევოლუცია გვინდა ესე იგი ესენიც შეპყრობილები არიან ცმის სისხლძურიათ და გონიათ რომ დაამყარებენ სამართალს სიმართლეს მაგრამ და ეს სამართალი და სიმართლე გონიათ რომ ეს ევროპაში არის მაგრამ ესა დიდი შეცდომა ამიტომ რომ სახარებაში წერია რომ დედამიწაზე 64 აზოს არ იქნება მაგრამ ზოგიერთებისთვის 64 რა არის ახლა ისევ საფრანგეთის მაგალითს მოიყვან იქ მუშაობს მეტი აქვს მუშას იქ რო ჩადიხარ უფრო პატივით გესება სახელმწიფო ვიდრე აქ დაუშვათ შენ უფრო დაცულია ეს ადამიანი და არის საკაროა სასაცაძემე და კუნალობი კიდეც შენ კიდე აქ შეგეშლება სანთელიანო პირჯვარი იწერო და შენ ქვეყანაში ქართველი ვეჩედებოდეს რა გვაკლია სიყვარული და რა გადაგაჩენს სიყვარულის ნიჭი პოზიციასაც ოპოზიციას მერტმა გაუმარჯოს თუ უნდა იმას ქვეყნის გადარჩენა როცა ქვეყნის გადარჩენა არ უნდა მარტო იმას გვიჩვენებს ოპოზიციის არხები რომ აი მილიციებმა დააშავა აი თავრობამ დააშავა მაგრამ ის რაც კარგი გაკეთდა იმას კი არ აჩვენებს და კარგი რა გაკეთდა ის გაკეთდა რომ შენი ბავშვები იმ კანონითაც უსვი კანონი ქვია დაცული იქნება ქართველებისაგან დაცული იქნება შენი ბავშვი სულიერად რასაც აკეთებს შეერთებულ შტატებში ტრამპი თავის ქვეყანაში 20 იანვრიდან თუ რაღაცა მადლობა ღმერთს მაგრამ ნათქვამია რომ სანამ არ იქნება მეორე მოსვლა ეშმაკს აქვს მოქმედების თავისუფლება და როგორც კომუნისტური წყობის ის იყო რა ქვია ეშმაკი იყო თავი სისტემის რადგან იყო ეშმაკი იმიტომ ვარ ყოფილიყო ღმერთი ასევე დემოკრატიულისაც ეშმაკი რადგან თავი დემოკრატიული სისტემის აი ხო 20 წლის შემდეგ ლიბერალიზმი მოვიდეს ისევ ესე იგი რა მოხდება ის მოხდება რაც ხდებოდა მანამდე ტრამპამდე ისევ დაუცველი იქნება ბავშვები შეერთებულ შტატებში დაუცველია ბავშვები ევროკავშირში უზნეობის პროპაგანდისაგან და მაგრამ ეს ახლა მარტო დავაბრალოთ დემოკრატებს ან კომუნისტებს რომ ესე იგი ეწყობა არის მეტი წინააღმდეგ მაშინ ავიღოთ ნოეს დრო როდის იყო ეგა მაშინ ავიღოთ ლოცვის დრო როდის იყო ამის თქმა მინდა რომ ადამიანი დაიბადა დაცემის შემდეგ ადამიანი ქართველია ბერძენია რუსია თუ ებრაელია მიდეგილია ცოდისაგან და უმრავლესობა ხშირად ემოჩნდება არა ღმერთსა არამედ ეშმაკსა რატო იმიტომ რომ ის ადამიანური კანონები სახელმწიფო კანონები რასაც ქვია აი დღეს არის ისე წიგნელი სცენების დღე და ეს იყო 13 მამებს შორის ჩამოვიდნენ მე-6 საუკუნეში მამა ანტონი ისე წიგნელი ივანე ზედაზენი აბიბოს ნეკრესელი და მაშინ
ვისი მონობის ქვეშ იყო საქართველოს, ირანის და ირანი კიდევ ვინ იყო? ცეცხლთაყვანისმცემელი ქვია, მაგათთვის მეტი იყო ცეცხლი და ასეთი ქვეყნის მონობის ქვეშ ვიყავი და ბიბლიის მიხედვით პასუხი რა არის, როცა მონობაში ხარ? შენ, როცა ქართველი ხარ, აბოტით ერთ-ერთი პირველი ხარ მსოფლიოში. როცა აი საფხუში ჩანს ხშირად ვისი შვილები ვართ, დროის მოდის თუ ხმეთის, დროიდან მოდის. კიტრაბახობ რომ მოწუნე ხარ, მაგრამ თან ახლა მოწუნე რა, ეს ჩვენი ასაკია მოწუნე, თორე ახლა მოდაში შემოვიდა რომ ესე იგი არაეკლესიურობა, რომ ესე იგი საჭიროა შუამავლის შემსა და ღმერთ შორის და ეს მოდა ცვალებადია. როგორც ტანსაცმლის მოდა ისევე ესეც ადამიანური გაგება ცვალებადია. რა თქმა უნდა, ვდელი ვერდოს ვერ იქნება ღმერთი, მაგრამ ჩემი ხელით ხდება, მე რომ ვდელი ვარ და ფლების ხელით. მადლობა ქრისტიანი ხდები. ხდება ჯვისწერა, მადლი გადმოდის. რამდენს ვთქვია რომ შვილი რო არ ყავდა, ჯვისწერის შემდეგ შვილი მოუწია მრცა. ახსარება, ზიარება, რამდენს ვთქვია რომ შვილი რო არ ყავდა, ახსარება, ზიარების შემდეგ შვილი მოეცა. ეს ხდება ჩვენი ხელით. და რატო ხდება ახლა თავდასხმა მამაშალვაზე რომ მოხდა? იმიტომ მოხდა რომ ეს 20 წელი, 30 ბავშვები იზრდებოდნენ ამერიკა ევროპის ფული და ამერიკა ევროპა კიდევ ვინაა დღესა? ჩვენთვის მაგალითია იმაში რომ ვანდერულ კეთილდღეობა, ეგ შრომის მოყარეობა ესე შრომობენ რომ 6 საათიდან თუ 7 საათიდან 20 საათამდე რომ მე იძინებენ. ისე იღლებიან და ისვენებენ შაბათი კვირა და იმ დროს ატარებენ ახლა შეხვედრა გამომაჩნს ყველას რაში ატარებენ და შრომის მოყარეობა და ეს კეთილდღეობა საიდან მოვიდა ესე იქაური ასე რომ ქშურს მათი მატერიალური ესე იგი შრომის მოყარეობიდან და ღმერთმა მოგცეს ჩვენ შრომის მოყარეობა. ახალი წლის დღეს ვერ გიშველის, ვერც ევროკავშირში გიშველის თუ აკეთები შრომის მოყარე. თორე მოგეცემა სიყვარულის ნიჭი, სიყვარული გადაგვარჩენს. მაშინ თუ ოპოზიცია ხარ, მარტო უარყოფის კი არ დაინახავ ხელს დადებისაც დაინახავ. თუ მთავრობა ხარ, მარტო თულს კი არ დაინახავ ოპოზიციაში, კარგსაც დაინახავ. და საპირისპირო აზრი ყოველთვის იქნება დემოკრატიის პირობებში, მაგრამ თუ მადლი იქნება შენში, არ შეიზულებ, არ დაუძახებ მოღალატეს და ეს მადლი არ მოგაგოს ღმერთმა. ჩვენთანაც ღმერთი.